ზუსტად 9 საათია თქვენ უყურებთ ანალიტიკურ თოქ-შოუს 360 გრადუსი, მე მისი წამყვანი გიორგი მიქანაძე ვარ. გამარჯობათ. ერთად გადავალოთ თვალი დღის მნიშვნელოვან მოვლენებს. ნაციონალური მოძრაობის მთავრობის პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქართველოს დაევალა მომჩივანს გადაუხადოს ჯამში 12,000 ევრო. ასევე სხვა არამატერიალური და მატერიალური ხარჯების ანაზღაურება. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ეს ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება. თუმცა ერთი კი ფაქტია, შეცდომა ნამდვილად იყო დაშვებული და გადაწყვეტილებაც გასათვალისწინებელია. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიანიშნებს. ასევე ფაქტია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინტერპრეტაციების საბაბი ხდება. ამ საკითხზე დღეს ჩვენი სტუმარია ანდრო ბარნოვი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია სამოქალაქო რეფორმაციის დამფუძნებელი. დიდი მადლობა ბატონო ანდრო სტუმრობისთვის. მე მინდა პირველი კითხვა მოგმართოთ, რამდენად თქვენის აზრით ამ გადაწყვეტილებით ხდება აღიარება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი? მე ფიქრობ, ეს არის უფრო ესეთი არაპირდაპირ აღიარება, იმიტომ რომ გადაეწყვიტა სასამართლოს, რომ ეს მკაფიო ყოფილიყო, იქნებოდა შესაბამისად ვორდინგიც გაცილებით რომ მკაფიო, მაგრამ შინაარსის მიხედვით იქ არის ცხადი, რომ ადამიანის მიმართ პოლიტიკური მოტივაციებით ხორციელდება ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევა. მე გადავიკითხე ესე დღეს რაც მოვასწარი, დიდი არ არის დოკუმენტი, მაგრამ მე თვითონ არ მქონდა ბევრი დრო სამწუხაროდ, მაგრამ იქ მე დავიჭერე რამდენიმე ადგილი ისეთი. არა, ნაკლებია. პრესაში ნაკლები გავრცელდა. არა, მე ინგლისურად ვნახე. თვითონ ინგლისური ვერსიაც. კი, თუ არ ვცდები 22 გვერდი იყო, თუ სწორად მახსოვს. ის არა პატარა. ხო, არა, ნუ ეს გადავხედე, იმიტომ რომ მე თვითონ 1 საათს წინ გავიგე რომ გამოსულიყავი, მანამდე არ მეცალა და დიდი დრო ვერ დაუთმე ამას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ დღეებში განსაკუთრებით საზოგადოების იქნება საინტერესო, რომ მოусმინონ მერაბიშვილის ადვოკატებს და საერთოდ იურისტების საუბარს მოусმინონ ამ თემაზე, იმიტომ რომ მე კი ვარ ნალაპარაკები არაერთხელ თავის დროზე, ხლა ამ ბოლო დროს აღარ მისაუბრია ვანოს ადვოკატებთან და საქმის დეტალების ვეცნობოდი ხოლმე დრო გამოშვებით, მაგრამ ხა კარგი ხანია ამაზე არ მელაპარაკია და ყველა დეტალი არ მაქვს ნამდვილად. ერთი რაღაცა რაც ცალსახარი და ამ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიო წერია არის ის, რომ ეს წინასწარი დაკავების პროცედურა მთლიანად იყო დარღვეული და ამ ნაწილში მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა. და თქვენ მიიჩნევთ, რომ ბატონო ანდრო, თვითონ აი ამ გადაწყვეტილება არის გასაჩივრებული იყო წინასწარი პატიმრობის პერიოდის ნაწილი. და აი ამ ადგილით მიიჩნევთ თუ არა, დაუშვათ თქვენ პირადად, რომ არის პოლიტპატიმარი, აი მთავარი მესიჯი რა არის თქვენთვის აი ამ გადაწყვეტილებიდან? მე ამჭირდება ეს გადაწყვეტილება, რომ ვიმჟელო ამ საქმეზე. ჩემთვის უბრალოდ არის ცალსახა და ძალიან ათელი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, როგორც ამ პროცესების შემწრე ადამიანისთვის, მათ შორის ძალიან ახლო დისტანციიდან შემწრე ადამიანის, ასე ვთქვათ, არის ძალიან გასაგები რა, რომ ეს ადამიანი არსად გაქცევას არ აპირებდა. 5ჯერ არის გასული და შემოსული იმ პერიოდში საქართველოსთან გასული და შემოსული უკან, ეს დაფიქსირებულია მათ შორის ამ გადაწყვეტილებაშიც. არანაირი ვარაუდი იმისა, რომ მერაბიშვილი სადმე მიიმალებოდა, არ შეიძლება იყოს აზრთან ახლოს, იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ იყო. ის რომ ხა მის გავლენას მოახდენდა მოსამართლეებზე და უშუალოდ ესეც ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არ იყო და არანაირი ასეთი პირდაპირ ბერკეტი გავლენისა მას არ ჰქონდა. ასე რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა ქნას, მაინც ვერაგზით ვერ დაასაბუთებს, რომ მისი წინასწარი დაკავება და მით უმეტეს დაკავება ყველანაირი ვადის მიღმა უკვე ხო რომ ამოიწურა ეს ვადა და ვერ უმტკიცებდნენ ვერაფერს და კიდე გააგრძელეს და ხა ჩვენ მთელი საზოგადოება უყურებთ ამას, როგორ წვალობდა ხელისუფლება, რომ მერაბიშვილის რამე დაემტკიცებინათ და ეს მეერე მოახერხეს რაღაცნაირად და ისიც ადაუა როგორც მე ვიცი. და იმდენი ხანი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბაზე არის ლაპარაკი და ის არის ხადაო, იმიტომ რომ ის ახლა ვიღაცა შეიძლება იყოს მოსყიდვა, ვიღაცა იძახის რომ ეს იყო უბრალოდ დაქირავება ამ ხალხის და უშუალოდ საზღაურს გადახდა, ხო? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხა მე ვერ გამოვდგები რაღაც იურიდიულ დეტალებს სალაპარაკოთ, იმიტომ რომ ელემენტარულად არც მახსოვს ყველა დეტალი, კარგი იქნებოდა, ამიტომ
ადვოკატებთან საუბარი და თუნდაც კიდე მეორე მხარესთან ერთად და მათ შორის დებატები იქნებოდა უფრო კარგი, მაგრამ მე ამას უყურებ მაინც როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით და ვიცი რომ ის რაც ხდება დღეს ვანო მერაბიშვილის მიმართ, ბაჩენ ახალაიას მიმართ, ხო ეს არის იგივე უგულავას მიმართ, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან საზიანო. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, ეს ადამიანები კონკრეტულ რაღაც დანაშაულში შეიძლება თუ არა რომ ლოგიკურად იყვნენ ბრალდებულები, ხო, მაგრამ მაშინ როცა შენ პოლიტიკოს უგრძალავ საზოგადოებასთან კონტაქტს და გინდა რომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანო დახურული კედლების მიღმა, სამდე მართალი იყო შენ პროკურორი და მტყუარი რო იყოს ის ადამიანი, ვის მიმართაც ახორციელებ დევნას, ხო? მაინც როგორც მინიმუმ ეჭვრჩება იმაზე, რომ იქ რაღაც უფთა არის, ხო? აქ იყო საუბარი პოლიტიკურ. და მით უმეტეს რომ აქ ჩვენ ლაპარაკობთ არა ეჭვზე, არამედ ლაპარაკობთ პროცესზე და იმ პრაქტიკაზე, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ თანამედროვე საქართველოში და გვინდა კიდე რომ მომავალში დავამკვიდროთ, ხო? რა პრობლემა იყო, რომ არა კონკრეტული ადამიანების და ივანიშვილის ამ შემთხვევაში შურიზიების წყურვილი და ბოღმა კონკრეტული ლიდერების მიმართ. იგივე უგულავას ეხება ეს, ხო? იგივე მერაბიშვილს ეხება ეს. ნუ ახლა კიდევ სხვა მოვლენა იყო, თუმცა იქაც გასაგებია რომ პოლიტიკური мотиваციები იყო, ხო? პოლიტიკური ოპონენტები ახსენებენ ხშირად 7 ნოემბრის ამბებს და 26 მაისის ამბებს. თქვენ ახლა გვერდზე, ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკური პროცესებისგან გვერდზე ხარ და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა გაქვთ დაფუძნებული. შეიძლება აი ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჭრილიდან სხვანაირი შეფასებები გააკეთოთ აი ამ მოვლენების, რატომ მე მაგ მოვლენების დროს არ ყოფილვარ ნაციონალურ მოძრაობაში? და არა დღეს ხარ პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯნული და მაშინაც ვიყავი გამიჯნული, როცა ეს მოვლენები ხდებოდა. და მაშინაც მქონდა ჩემი შეფასებები და არ იყო ის შეფასებები განსხვავებული იმისაგან, რაც მქონდა მე დაუშვათ პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში და შესაბამისად ვერც ახლა ვერ იქნება განსხვავებული. მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი. თუ ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა დაუშვა კონკრეტული გადაცდომა ან დანაშაული, ხო? ამის ღია პროცესის საშუალებით გამოძიება არის შესაძლებელი და ეს არის საზოგადოების ინტერესებში, რომ არ დარჩეს კითხვები, არ დარჩეს ეჭვები, რომ ადამიანებმა მართლა იგრძნონ პასუხისგებლობა საზოგადოების წინაშე ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საზოგადოებამ იგრძნოს პასუხისგებლობა. აბა დავფიქრეთ, როგორია წარმოდგენა, რომ მეც თქვენც თითოეული აქ ყოფი და კიდე ქუჩაში ყოფი და სახლში ყოფი არის გარკვეულწილად მონაწილე იმისა, რომ შესაძლოა ადამიანები წყლობით ხეხავენ ციხეს ისე რომ მათ არ ეკუთვნით. იქნება ასე. თუმცა ამ გადაწყვეტილებით ცალსახად ეს არ ფიქსირდება თვითონაც. მე არ ვიძახი რომ ეს ასეა, მაგრამ მე ვიძახი რომ იმ პროცესის საშუალებით რაც დღეს საქართველოს ჩვენ გვაქვს, რაც ვაკვირდებით, ხო, რჩება ძალიან დიდი ალბათობით ასე შეიძლება რომ შეიძლება მართლაც ასეა. იმიტომ რომ პროცესი არის დახურული. იმიტომ რომ პროცესი არ ესწრება იქ რამდენიმე ადამიანის გარდა არავინ საზოგადოების თვალს და ყურს მიღმა ხდება ეს ყველაფერი. ეს არ არის სასიკეთო ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი საზოგადოების. მე ამაზე მაქვს ლაპარაკი. ბატონო ანდრო, თავიდან იყო საუბარი, როდესაც დააპატიმრეს ვანო მერაბიშვილი, რომ ის იყო პოლიტპატიმარი, ამას დიდი ბანერის გაკეთდა და ძალიან აქტიურად ნაციონალურ მოძრაობა ედგა გვერდში. მაგრამ მომდევნო პერიოდში ცოტა მინელდა ეს ხმაური ამ მიმართულები და მე იყო ასევე განცხადებები, თუ არ ვიცი მარიკა ვერულაშვილის, რომ ფაქტიურად შიდა კულუარებში დააბრალეს ეს პროცესები 2012 წლის წაგება ვანო მერაბიშვილს და ამიტომ დაანებეს ვანოს პერსონას თავი. რამდენად შეიძლება ეს სიმართლესთან იყოს ეს მოსაზრება? სავარაუდოდ ვერანაირად ვერ იქნება ახლოს. მე რა შემილები მე მთელი წელიწადია თითქმის წამოსული ვარ პარტიიდან და არ ვიცი ხაში რა ხდება, მაგრამ მანამდე რა ხდებოდა ის ხო ვიცი. იქ მსგავსი არაფერი ხდებოდა, ხა იქ არანაირი დაბრალება და რაღაც შიდა გარჩევა. აი ამ პოლიტპატიმრობის თავიდან თუ მე რაც მახსოვს მე პირადად ახლა ვანოსთან ახლა დიდი სიახლოვე არ ქონია, უბრალოდ არ მოგვიწია არასოდეს ეს მუშაობა, მაგრამ ახლა ვინც მას იცნობდა კარგად და რაღაცა, ახლა მე მახსოვს რომ გარკვეული პერიოდულობით და ეს არ იყო რაღაცა წელიწადში ერთხელ ნამდვილად, არამედ უფრო ხშირად. ნუ იყო მასა მიდიოდნენ ადამიანები, პარტიის წევრები, ნახულობდნენ საკანში და ნუ მე ყვებოდნენ კარგად არის ცუდა. ამ პოლიტიკურ ბრძოლასაც ხო აქვს რაღაც თავისი ლოგიკა რა. მე მაგალითად სულ ვიყავი მომხრე იმისა, რომ ეს პოლიტპატიმრების თემა ყოფილიყო უფრო აქტუალური და უფრო მეტად ყოფილიყო ამაზე მუშაობა.
იმიტომ რომ მე მიმაჩნია თუმცა იყო ამაზე წინააღმდეგობა? არა, წინააღმდეგობა არ იყო. უბრალოდ სხვადასხვანაირი ენთუზიაზმით ხან ასე ხდებოდა ხან ისე. მე ზოგადად ვიძახი ხა რაღაც კულუარულ რაღაცებს კი არ ყვები. გეუბნებით და ჩემ პირად განწყობას და დანარჩენი ხა პარტია რას აკეთებს, როგორ აკეთებს, მაგას თქვენ თვითონაც კარგად არის საუბარი, რომ თქვენ შეიძლება გირჩ შეუერთდეთ და საუბარი იყო ასევე, რომ შეიძლება გორშიც იყაროთ კენჭი. კი, მე მაქვს ესეთი გეგმა, რომ გორში ვიყარო კენჭი და ვადასტურებ, რომ რაღაც მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს ახალ პოლიტიკურ ცენტრთან, გირშთან და არის იმის დიდი ალბათობა, რომ სწორედ მათ მიერ ვიყო მე კონკრეტულად თქვა როდიდან შეიძლება გადავიდეს ეს პროცესი? არა, არ ვიცი, მე ხა მუშაობ რეგიონში, განუწყვეტლება, მე არ შემიწყვეტია რეგიონში მუშაობა, აქ უამრავი საქმე, უამრავი პროექტი წამოწყებული და ბევრი კაი რაღაც ვაკეთებთ მეგობრებთან ერთად. ახლა თვითონ პარტიაშვილიც აპირებს გორში. ხო, ვიცი, თუმცა იქ არ ვიცი სად აპირებს, როგორ აპირებს, არ ვიცი ხა ეს მის საქმეა, მე ვიცი ჩემი საქმე და მე ვიცი ამორჩეველთან რა უნდა ვილაპარაკო და რა მაქვს საქმე. რთული არ იქნება თქვენთვის მასთან დაპირისპირება და უშუალოდ თუ მოგიწიათ ოქრუაშვილთან ირაკლი ოქრუაშვილი. ხო, არ ვიცი, ხელის გადაწევას თუ აპირებთ, არ ვიცი ხა შეიძლება არსე გაჭირდეს. არ ვიცი, ვერ გეტყვით ხა მე მაინც ფიქრობ, რომ მთავარი მაინც ის არის, ვინ უფრო გასაგებად დაამყარებს კომუნიკაციას ამორჩეველთან რთული და ადვილი არაფერი არ არის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ისევ ამ თემით გავაგრძელებთ ცოტა ხნის შემდეგ საუბარს, ცოტა ხანში დავუკვირდებით. ჩვენ ვაგრძელებთ ისევ საუბარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება ვანო მერაბიშვილის სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენი სტუმარია ბატონი სანდრო ბრეგაძე, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოს წევრი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო სანდრო, 12000 ევროს გადახდა დაევალა საქართველოს თავრობას აი გადაწყვეტილების საფუძველზე. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გადაწყვეტილება და არის თუ არა ეს მარცხი ამ თავრობის? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღნიშნო ერთი უცნაური ფაქტი იმის შესახებ, რომ მე აქ მოვიდოდი, რომ იქნებოდა დებატები ჩემსა და ბატონ ანდრო ბარნოს შორის, მაგრამ სამწუხაროდ ეს დებატები არ შედგა და ეს სხვა შორის პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ან მონაციონალო ელემენტები გაურბიან ჩემთან დებატებს და მე მინდა თითოეულ მათგანს მიმართო, რომ არც ისე საერთო პიროვნება არა ვარ. უბრალოდ ეთქვა მათ ჩვენებრივ ტრადიციონულ სიმართლე არ არის მათ მხარეზე და როდესაც ადამიანების მხარეზე სიმართლე არ არის, ისინი რა თქმა უნდა მუდმივად ერიდებიან ამ თემებზე საუბარს. კი მე ვადასტურებ, რომ ნამდვილად იყო დებატები გათვალისწინებული ჩვენ ტელემაყურებლისთვის, თუმცა იყო თხოვნა, რომ იქნება ეს ერთად დასხდომა სტუდიაში არ ყოფილიყო, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალ-ცალკე გვესაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით სტუმრებთან. თუმცა საინტერესოა ბატონ სანდრო, თქვენი აზრით კონკრეტულად რატომ ძლიერი ოპონენტი ხართ და ამიტომ არ დათანხმდა თქვენთან საუბარს? არა, თავს ახლა ვერ შევიქებ, იმით რომ თემა იყო მისთვის წამგები. არა, ეს პირველი შემთხვევა არ არის საერთოდ, აი მე ეს არის ერთი მეხუთე, მეექვსე შემთხვევა უკვე ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ან ყოფილი ნაციონალები გამირბიან და გარბიან ეთერებიდან და მე მინდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მიმართო და უთხრა, რომ მართლაც არ ვარ არც დრაკულა და არც რაღაცაში ადამიანი, უბრალოდ მათ ალბათ იციან, რომ მათ არგუმენტები არ აქვთ. იმიტომ რომ აი ხა ჩვენ ძირითად თემაზე რომ გადავიდეთ, თქვათ ეს ხლა იდეალურად მნიშვნელოვანი არ იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, რაზეც ჩვენ საუბრობთ, უბრალოდ ეს აღნიშნე და რა ძირითად თემაზე რომ გადავიდეთ, დღეს ნაციონალურ მოძრაობამ კიდევ ერთხელ აამუშავა თავის სიცრუის მანქანა. რადგანაც დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს და ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი აღიარა პოლიტიკურ პატიმრად, უკანონო პატიმრად, თითქოს და ის არის ახალი იულია ტიმოშენკო და რა ვიცი, ესეთი სახის პიარი იყო ნაციონალური მოძრაობისგან კონტროლირებადი ტელევიზიების საშუალებით. მაგრამ როდესაც აღნიშნული ტექსტი ითარგმნა და საბედნიეროდ საქართველოში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის უკვე ინგლისური, აღმოჩნდა რომ ესეთი რამ იქ საერთოდ არ წერია, ანუ არსად არ არის საუბარი ვანო მერაბიშვილის ბრალეულობის უკანონობაზე. პირიქით კონტექსტებში შეიძლება ამოიკითხოთ, რომ ვანო მერაბიშვილის ბრალთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს არანაირი შენიშვნები.
აქ საუბარი არის იმ ტექნიკურ დეტალებზე, რომელი ტექნიკური დეტალებიც განხორციელდა წინასწარი დაკავების დროს მერაბიშვილთან მიმართებაში და სადაც სტრასბურგის სასამართლომ აღმოაჩინა გარკვეული ხარვეზები. თუ არ ვცდები, 5 მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ 1, ხოლო 4 მოთხოვნა იქნა უარყოფილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აპელირება იმაზე, რომ თითქოს და ვანო მერაბიშვილი აღიარებული არის ევროპაში პოლიტპატიმრად, რბილად რო ვთქვათ, სიცრუე არის და რეალურად რო ვთქვათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას ისევე როგორც 9 წლის განმავლობაში დღესაც სურს, რომ ჩვენი მოსახლეობა აცხოვროს სიცრუეში, ტყუილში და მოსახლეობა შეაყაროს თვალში ნაცარი. არანაირი პოლიტპატიმრად ვანო მერაბიშვილი არავის არ უღიარებია, ხოლო რაც შეეხება იმ ჯარიმას, საჯარიმო სანქციას, რომელიც თქვენ დამერწმუნებით რომ ზუსტად ეს გახდა სპეკულაციების საგანი. რა თქმა უნდა, არის ძალზედ უმნიშვნელო თანხა, რადგანაც ეს არ არის ის თანხა, რომლითაც ვთქვათ წარიმართება ხოლმე სასამართლო, თქვენ იცით რომ და ჩემგან არ ესწავლება არავის რომ არის ხოლმე შემთხვევები ყველაზე მინიმალური არის ხოლმე 9 მილიონი ევრო, თქვათ იგივე მილიონი ევრო, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი 50,000 ევროთი დაჯარიმდა გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ხელისუფლება. ანუ ეს თანხა რომელიც არის, ეს არის უნიშნელო, რა თქმა უნდა, და საქართველოს მთავრობას ასევე დაევალა რომ ხერხემალზე უნგუნალონ ვანო მერაბიშვილს. ანუ აქ არის წმინდა პროცედურული საკითხები, რომელი პროცედურული საკითხებიც ალბათ აღმოიფხვრება, ხოლო ის რომ ვანო მერაბიშვილი არის უდანაშაულო, ეს არის მტკნარი სიცრუე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს რომ ილუზიებში აცხოვროს საქართველოს. კარგი, ბატონ სანდრო, აქ იყო პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, თქვენ მოისმენთ ალბათ ამ განცხადებას, იყო საუბარი იმ კონკრეტულ წინასწარ პერიოდზე, დაკავების წინა პერიოდზე და ასევე გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც გარკვეული კომენტარი, მან ასევე განაცხადა, რომ შეიძლება გამოძიებაც კი დაიწყოს იმ საკითხების გამო, რაზეც გამოიტანა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ. მე მინდა კითხოთ თქვენ, მიგაჩნია თუ არა რომ ეს არის მორიგი სისუსტე და მორიგი მარცხი რიგ საკითხებთან დაკავშირებით, იგივე რომ ვახსენოთ დაუშვათ ახალაიას საკითხი, იგივე ვახსენოთ კეზერაშვილის საკითხი, უცხოურმა მხარეებმა ვერ გადმოცეს საკმარისი მტკიცებულებები ჩვენ ვერ წარვადგინეთ და ხომ არ იყო აქაც ჩვენის მხრიდან შეცდომა, ჩვენის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, მთავრობის მხრიდან შეცდომა დაშვებული, რომ მომხდარიყო ეს სპეკულაციების საბაბი. გეთანხმებით ამ გამოთქმულ მოსაზრებაში და მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ჩვენ და სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის შედეგი იმ თავსხმოხვეული კოჰაბიტაციისა, რომელი პროცესიც წარიმართა და რომელმა პროცესმაც მოგვიყვანა დღემდე. რადგანაც კოჰაბიტაცია ჩემის ღმერთმენით იყო ის დამღუპველი მექანიზმი ხელისუფლებისთვის, რომელმაც დღეს უკვე იჩინა თავი. რაც შეეხება თვითონ საქმეებს, რა თქმა უნდა, ეხლა აბსოლუტური სისუსტე არის სამართალდამცავი ორგანოების ის, რომ ვანო მერაბიშვილს ბრალი არ აქვს წარდგენილი არც 26 მაისის დარბევის, უпростоოდ არ დაუმტკიცდა ბრალი 26 მაისის დარბევის შესახებ, 7 ნოემბრის დარბევის შესახებ, სხვა გახმაურებულ საქმეებზე, რომელი საქმეებიც ყველა მიცის, მთელმა საქართველოს მიცის, თუნდაც იგივე მისი ოჯახის წევრები დღეს თავისუფლად დადიან გირგვლიანის საქმეში, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას და დანარჩენებზეც შეიძლება ანალოგიურად ვისაუბროთ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სისუსტე. და ეს იყო საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დიდი შეცდომა. დიდი შეცდომა იყო ხელისუფლებისა ისიც, რომ ხელისუფლებამ არ იზრუნა სამართლიანობის აღდგენაზე ქვეყანაში. რადგანაც იმ შემთხვევაში თუ კი სამართლიანობის აღდგენის პროცესი წარიმართებოდა ფორსირებული ტემპით და ადამიანებს აღუდგებოდათ ის სამართალი, რომელიც მათ დაკარგეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მერაბიშვილს მისჯილი ექნებოდა არა ის მცირე სასჯელი და მე ვფიქრობ, რომ მცირე სასჯელი აქვს მისჯილი, რომლითაც ის დღეს არის საპატიმროში, არამედ მას ექნებოდა ბევრად უფრო მკაცრი და ბევრად უფრო ადეკვატური სასჯელი. ისევე როგორც სხვა სადისტებს, მანიაკებს და ავაზაკებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ადამიანის უფლებათა დაცვის ხარჯზე ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას.
ჩვენ თითოეულ ჩვენთან გვაქვს ეს მაგალითები, მაგრამ სამწუხაროდ ეს მაგალითები არ იქნა არც წარდგენილი ხშირ შემთხვევაში არც კონკრეტულად რომელი უწყებას აკისრებთ თქვენ ბრალეულობას, რომ აი ეს დავუშვათ ვერ განახორციელა. იმიტომ რომ გარკვეული საქმეები არის წამოწყებული, ვერ მოხდა საკმარისი დოკუმენტაციების წარდგენა და ასე შემდეგ. ეხლა მე ბოდით პირდაპირ გახდით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და საკმაოდ დიდი მაღალი თანამდებობის პირი. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მე საერთოდ სიმართლეს ვსაუბრობ და ამ შემთხვევაში მინდა რომ სიმართლე იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ვიღაცებს პიქსელის შენობაში კი არ უნდა დაებარებინათ ის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ნაციონალური მოძრაობასთან ასოცირებული ბიზნესმენები და გარიგებებზე კი არ უნდა ესაუბრათ. სხვა შორის ბიძინა ივანიშვილის საუბარი? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან იყო სხვა შორის ეს საუბრები. შეგიძლიათ რამე კონკრეტული თქვათ? ეს თელმა საქართველოს მიცის რომ თქვათ ბატონი ხუხაშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან და გარიგებებზე მიდიოდა და რა გარიგებებზე იყო საუბარი, ეხლა თქვენთვის ალბათ ნათელი უნდა იყოს და სხვა შორის ეს ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან ხდებოდა. რა თქმა უნდა, პირველად როდესაც მოვიდა. თუმცა თქვენ ამას ადასტურებთ, რომ თქვენ გქონდათ ინფორმაცია. მარტო მე კი არ ვადასტურებ, ამას ის ბიზნესმენებიც ადასტურებენ და ის პიროვნებიც ადასტურებენ, ვინც ამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. რა უფლება ჰქონდა ბატონ ხუხაშვილს მით უმეტეს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ზურგს უკან და მით უმეტეს საქართველოს მოსახლეობის ზურგს უკან მოლაპარაკებები ეწარმოებინა დამნაშავე პირებთან და დამნაშავე ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათთვის რაღაც გარანტიები მიეცა იმის თაობაზე, რომ მათ არავინ არ შეეხებოდა თუ ისინი ამ ნაბიჯებს გადადგამდნენ, იმ ნაბიჯებს გადადგამდნენ და 1000 გვარი სისაძაგლე ეკეთებინათ. და სხვა შორის მაშინ მის დაქვემდებარებაში იყო ასევე პროკურატურაც. პირდაპირ თქვათ რომ პროკურატურამ ისი ხუხაშვილის რა თქმა უნდა ეხა ხუხაშვილი მაშინდელი პროკურორი და თქვათ ესენი ეს მაშინ ერთი გუნდი იყო და პროკურატურა მაშინ არაფერი არ გააკეთა რეალურად რა გააკეთა იმ პერიოდში იყო კბილაშვილი პროკურორი კი ბატონო ბატონი კბილა მოდი პირდაპირ მართავდა ბატონი კბილაშვილი იყო ნომინალურად იქ და ფორმალურად იყო კბილაშვილი პროკურორი ეს თელმა საქართველოს და რეალურად ვინ იყო მაშინ ხუხაშვილზე შეგიძლიათ რა თქმა უნდა ხუხაშვილი მართავდა მთელ ამ პროცესებს ხუხაშვილი იყო ადამიანი მაგრამ რა მანდატი ჰქონდა ხუხაშვილს ვისგან ჰქონდა მანდატი და როგორ წავიდა ამ ხელა ძალაუფლებაზე მაშინ ეს ეხა მანდატი რა ჰქონდა მე არ ვიცი მაგრამ რეალურად ის იყო გადამწყვეტელი ამ საქმეების და ეს იცოდა მაშინ რატო ჩამოშორდა ამ საქმეებს თუ ნუ შემდგომში ამის შესახებ გახდა ცნობილი მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთვის შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილისთვის და მათ ჩამოაშორეს ის ამ ანუ მარტო მოქმედებდა ხუხაშვილი ამ პროცესში ეს საინტერესოა ეს დეტალები რეალურ სიტუაციამდე დეტალები ზუსტად არ ვიცი მე თქვა ვისთან იყო შეთანხმებული ვინ თქვა ყურში რას ჩურჩულებოდა მას მაგრამ ფაქტი ვიცი მე იმის შესახებ რომ იმის მაგივრად რომ ადამიანები რომლებიც ქონებას ართმევდნენ პატიოსან ბიზნესმენებს ადამიანები რომლებიც ხალხს იჭერდნენ ტყუილ უბრალოდ ადამიანები რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევდნენ იმის მაგივრად რომ ისინი მიცემული იყო პასუხისმგებაში დადიოდნენ პიქსელის შენობაში და იქ მიდიოდა საქმეების გარჩევა და რაღაც წილების გადანაწილება ეს იცის ყველამ თელმა საქართველოს მიცის და იმ ბიზნესმენებმაც იციან და სხვა შორის იმ ბიზნესმენებმა ბევრმა ისაუბრა ამის შესახებ და ეს კი არ უნდა მომხდარიყო იმ ადამიანებს რომლებსაც ქონება ჩამოართვეს რომლებიც უკანონოდ დაიჭირეს რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს აწამეს გააუბედურეს იმ ადამიანებს უნდა აღდგენოდათ ეს სამართალი და ჩვენ აი ახლა ზუსტად რომ დღეს რამდენად არის ეს საკითხი დარეგულირებული თქვენი ინფორმაციით მე გეტყვით მივალ ახლა იქამდე სადამდე უნდა მივიდე დღეს ჩვენ დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას არის ერთგვარი მცირე კატასტროფის დღე ხელისუფლებისთვის და მე ამას ვამბობ როგორც ხელისუფლების გულშემატკივარი ადამიანი და არ ვამბობ როგორც ხელისუფლების თქვათ მტერი რადგანაც თუ მოყვარეს პირში არ უთხარი მაშინ საქმე არ გამოვა მე ვიცი რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების გარშემო შემოკრებილი არის ლიქვნელთა დიდი ჯგუფი რომლებიც ყველაფერს განშემო რო თქვა კონკრეტიკა იქნება საინტერესო. იგი ბიზინა ივანიშვილს მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ ადამიანები რომლებიც მის გარშემო არიან უმალავენ იმ რეალობას და სიმართლეს რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და ეს არის მტრობა იმ საქმისადმი რომელ საქმესაც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ხელისუფლება. მოდი თქვათ სიმართლე. დღეს რეალობას უმალავენ. დღეს აი მე გეტყვით თუნდაც დღევანდელ რეალობას დაუმალავენ, როდესაც თუმცა ის იყო ინფორმირებული დღეს პრეს კონფერენციაში ევროპამ დღეს ჩვენ ფაქტობრივად უარი გვითხრა ვიზა ლიბერალიზაციას.
ეს ხო არ ვიგონებ ან თქვენ ხო არ იგონებთ ამას. სამი თვით გადაიდო და სამი თვით გადადება ნიშნავს რომ არჩევნებამდე გადაიდო და ეს ყველაფერი შემდგომში რა ლოგიკურ დასკვნამდე მიდის, შემდგომში მე ახსნე ამას ყველაფერს. ევროპამ უარი გვითხრა ივლისში დაგეგმილ ვიზა ლიბერალიზაციას და მე მინდა საქართველოს მოსახლეობამ მიწოდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობამ უზრუნველყო ის, რომ თქვენ ვიზების გარეშე ვერ ჩახვალთ ევროპაში და ნაციონალური მოძრაობა არის ამის ყველაფრის შემოქმედი, რადგანაც მან უმტროს საქართველოს სახელმწიფოს. გიმტროთ თქვენ საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ეს გააკეთა ნაციონალურ მოძრაობამ, რადგანაც ის ანუ ხელისუფლებას აჯობა. ხელისუფლებას აჯობა, რა თქმა უნდა. კარგი, მაგრამ აი გარემოცვას რომ დავუბრუნდეთ ისე. აი სახელები და გვარებით ვსაუბრობ. იცით რატომ აჯობა? ევროინტეგრაციის მინისტრი ბატონი ბაქრაძე გახლავთ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს გახდათ საქართველოს ელჩი საბერძნეთში ნაციონალური მოძრაობის კერძოდ მიხეილ სააკაშვილის პირადი ნაცნობი დანიშნული ელჩი და მე მოგიყვანთ, მე გახდით დიასპორების მინისტრის მოადგილე და საკმაოდ ისეთი შემხებლობა მქონდა ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან, მოგიყვანთ არაერთ მაგალითს, რომელიც ვიცი მე საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან, როდესაც ზონდერებთან ერთად, რომლებიც მიმაგრებული იყვნენ სოდის და კუდის მიერ საქართველოს საელჩოზე, ის ატერორებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ხარს უჭერდნენ ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებას. პირდაპირ ტერორი ჰქონდა მას გამოცხადებული მათზე და მე გეტყვით თუ რითი ატერორებდა ამ ადამიანებს, პირდაპირ ეუბნებოდა, რომ თუ კი ისინი წავიდოდნენ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და იქნებოდნენ ქართული ოცნების ხარდამჭერები, მაშინ მათ შვილებს, რომლებიც აკავდათ, მათ მეუღლეებს, ოჯახის წევრებს უდიდესი პრობლემები შეექმნებოდა სამართალდამცავ ორგანოებთან. დავით ბაქრაძე ახლა პოლიცსაბჭოს წევრი გახლავთ ქართული ოცნების. თქვენ ამაზე საუბრობდით, რომ გარემოცვის თუმცა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ გარკვეულ ადამიანებს არ შეიძლება გაუხსენოთ პოლიტიკური წარსული, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და შეიძლება რაღაც სადღაც იყო, ალბათ ეს არგუმენტი ქონდა და ამას გულისხმობდა ბატონ კოღუაშვილს, რომელმაც იგივე თქვა, როდესაც მან განაცხადა, რომ მერაბიშვილი ციხიდან არის გამოსაშვები, უგულაო ციხიდან არის გამოსაშვები და ბატონ ახალაიაძე დადებითად ისაუბრა. რა ვიცი, დაესიენ იმ ადამიანს და კაცი უმრავლესობის ლიდერი უნდა გამختارიყო დღე-დღეზე და ეხლა მისი სიაში არ ჩასმის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიმართლე ყველაფერზე და ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ძალიან საპატივცემულო ადამიანი და მე გულწრფელად მიყვარს როგორც პიროვნება და მე მას იმამაკს რომელიც მან ჩემი ქვეყნისთვის გასწია წლების განმავლობაში მე მას არასოდეს არ დავუვიწყებ და ჩემი პასუხი და ერთგვარი ვალის გადახდა მისადმი იქნება ყოველთვის ის რომ მე მას უთხრა სიმართლე და ამ სიმართლით მან შეძლოს ნორმალურად წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც საქმიანობაზე და იგივე პრემიერ-მინისტრსაც, იგივე სხვა მინისტრებს, რომლებიც არიან. კარგი, ანუ პოლიტიკურ წარსულს გულისხმობდით თქვენ გარემოცვაში, ხო და ამით დავამთავროთ. ეს პოლიტიკური წარსული არსად არ იკარგება. როგორც არ არსებობს ყოფილი ფაშისტი და როგორც არ არსებობს ყოფილი კომუნისტი და როგორც არ არსებობს ყოფილი KGB-ს აგენტი, ისევე არ არსებობენ, თქვათ, ყოფილი ნაცები. ნაციონალურ მოძრაობას ყველანი ესენი სერიოზული კომპრომატებით ყავთ ყურებით დაჭერილი და ამითი ამუშავებენ თავის თავზე. დღეს ევროინტეგრაციის მინისტრი უნდა გადაეყენებინა პრემიერ-მინისტრს აი ამ ფაქტის შემდგომ. ქალბატონი წულუკიანი უნდა გადაეყენებინათ იმ კოღუაშვილსაც ამ მინისტრსაც უფრო სიმპათიებია გიორგი კვირიკაშვილს თუ არც პრემიერ-მინისტრს შემთხვევით პრემიერ-მინისტრს ხარ გულისხმობთ თქვენ. არა, პრემიერ-მინისტრს უნდა გადაეყენებინა ქალბატონი გარემოცვაში, საერთო გარემოცვაში და ეხლა საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ გონში არ არის რა ხდება და საელჩოების წარმომადგენლები, ელჩები ჩვენი არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. იკითხეთ ლიტვაში ვინ არის ელჩი? ლიტვაში ელჩი არის ქალბატონი, რომელიც არის ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი. ეს იცით რას მაგონებს? კორცხელში ქართულმა ოცნებამ რატო წააგო არჩევნები? ქართული ოცნების კანდიდატის ნაციონალი იყო, თქვენ ხომ იცით ეს ყველაფერი და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნაციონალი იყო და ვინც ესენი წააყენა ამ რეგიონის გუბერნატორმა და იმ რეგიონის ხელმძღვანელმა, ეხლა იმათ მაჟორიტარულად დააჯილდოვეს და დეპუტატობის კანდიდატებად ნიშნავენ. მე არ ვიცი ეს რა არის. ეს არის პოლიტიკური მაზოხიზმი. გასაგებია თქვენი პოზიცია. კარგი, ჩვენ და დავამთავროთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სანდრო სტუმრობისთვის. ჩვენ საუბრობდით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ცოტა ხნის შემდეგ გუბა სანიკიძესთან ერთად დავუბრუნდებით ისევ სტუდიაში. დაგველოდეთ.
ჩვენ ბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში 360 გრადუსის სტუდიაში და ჩვენი სტუმარი გახავთ გუბაზ სანიკვიძე, ეროვნული ფორუმის ლიდერი. ბატონ გუბაზ, პირველ რიგში დავიწყებ აი ამ ახალი გადაწყვეტილებით, ანუ მერაბიშვილთან დაკავშირებით, რამდენად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება ადეკვატური და რა გზავნილი შეიძლება მოიტანოს საქართველოსთვის? ორი რამ დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენ, ერთი ის რომ რასაც ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს ახლა, ხო? ნიუსად, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს არის აბსოლუტური სისულელე, აფერი მაგდაგვარი, ან ამასთან ახლოს ნათქვამი არ არის. როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობას გარკვეულწილად გრავიტაცია აქვს დაკარგული და ისიც კი არ იციან, რომ ეს არ არის მათთვის პოპულარული თემა, მით უმეტეს ტყუილია ეს. მეორე მესიჯი, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის საკმაოდ სერიოზული ხარვეზები ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაშვებული სტრასბურგში, განსაკუთრებით პროცედურულ საკითხებში. სტრასბურგში თუ აქ აქაც და საერთოდ, ხო, იქ არის წინა პატიმრობაზე არის საუბარი, არის საკმაოდ სერიოზული, იმიტომ რომ კვალიფიციური მხარე არის, ხო, საქართველოს სახელმწიფოზეა საუბარი. საქართველოს სახელმწიფომ ასეთ შეცდომები არ უნდა დაუშვას. ახლა ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ სიმპტომალურია ეს. ეს ქვეყნის პრესტიჟზეც მეტყველებს ალბათ, იმიტომ რომ საკმაოდ დილეტანტურად იყო გაკეთებული ყველაფერი. არ შეიძლება ასეთ რაღაცების შეცდომების დაშვება. შეეხება მერაბიშვილის პოლიტპატიმრობას, ეს ახლა არავის არ უთქვამს, არც არავინ არ აპირებს და როცა თქვას ვინმემ, არავინ არ დაიჯერებს ამას ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მერაბიშვილი იყო სახელმწიფო ჯალათი ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობის დროს. ამიტომ ეს საკითხი ასეთი გარკვეულწილად უსიამოვნო საკითხი არის, როგორც ნაციონალური მოძრაობისთვის, ისე ხელისუფლებისთვისაც გარკვეული რაღაც დასკვნები გასაკეთებელი იქნება. ბატონ გუბაზ, ეს საკითხი გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საბაბი და თქვენი აზრით ვის უნდა დაეკისროს თავარი პასუხისგებლობა ამ შეცდომებზე? თუ შეიძლება კონკრეტული პიროვნება ან უწყება დაუშვათ? კონკრეტული უწყებები აგებენ ამაზე პასუხს, ხო? ეს არის სერიოზული ხარვეზებია, ეს არ არის დაქცევა, მაგრამ ეს არის სერიოზული ხარვეზები ახლა. ჩვენ თუ ევროპისკენ მივილტვით და ევროპული ფასეულობებისკენ ევროპაში ამის მიათეთ შეცდომებზე პასუხს აგებენ თანამდებობებით ადამიანები. თუმცა ამას შეიძლება თუ არა აი ამ გადაწყვეტილებამ აი წინასაარჩევნო პერიოდში რაღაცა მოახდინოს დაუშვათ გავლენა. არაფერ არანაირ არჩევნებზე, იმიტომ რომ ახლა ასე მერაბიშვილის გაანგელოზების პროცესი ნაკლებად მოსალოდნელია. იმიტომ რომ ცალსახად აცხადა ეს ნაციონალური მოძრაობა, რომ უკვე პოლიტპატიმარია და ახლა ნაციონალური მოძრაობა ისევ იმეორებ არის რეალობას მოწყვეტილი და ძალიან ბევრ შეცდომებს დაუშვებს რა. კარგი, ბატონ გუბაზ, თქვენ ბრძანეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში არის სერიოზული პრობლემები და სერიოზულად გააკრიტიკეთ ის. თქვენ იცით კონკრეტული პირები ან ადამიანები? სამწუხაროდ არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, ახლა მე არ მინდა გვარები შემეშალოს, იმიტომ რომ თავს ვარიდებ. მარტო მე აღარ ვლაპარაკობ უკვე ამ ბოლო დროს, აგერ ჩემს წინ სანდრო ბრეგაძე იყო გამოსული და იმანაც ანალოგიური ისაუბრა და მე რაც უფრო დრო გავა, როგორც ჩემს უფრო მეტი ლაპარაკებს ამ თემაზე, გარემოცვის პრობლემაზე ბიძინა ივანიშვილის რა. რაც შეეხება წერილის გაკრიტიკებას, იქ ორი საკითხი იყო, რაზედაც მე გავამახვილა ყურადღება და დღესაც მიმაჩნია, რომ არის საკმაოდ სუსტი ნაწილები. იგივე საგარეო პოლიტიკა არის საკმაოდ სუსტი. სამწუხაროდ დღევანდელ ჩვენ ხელისუფლებას და მაშინაც კი როცა მე ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, არა გვაქვს გააზრებული ჩვენ საგარეო საფრთხეები, რაც გველოდება რა. ძალიან ზედმეტად მეტ ყურადღებას ვაქცევთ საშინაო პრობლემებს, თან ისეთ პრობლემებს, რომლებიც მანდამეც მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ არის გარკვეული ხარვეზები ამ მიმართულებებით, მე ვთვლი, რომ გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს ჩვენი საელჩოები და ეს მარტო დასავლეთის მიმართულებით არა. რა კონკრეტულ მიმართულებას გულისხმობს ბატონ გუბაზ? იგივე ჩვენი სამეზობლო, სადაც ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, საკმაოდ სახიფათო, მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული ჩვენთვის, ჩვენ თუ გავინძრევთ და თუნდაც გავანძრევთ ხანდახან. არაფერი არ გვიჭირს. ბატონ გუბაზ, თქვენ ეს დასკვნა აი გარემოცვასთან დაკავშირებით ამ წერილიდან გამომდინარე მიიღეთ თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარეც, რომ მას ყავს ასეთი მრჩევლები და უშუალოდ ან
მაგრამ ეს გროვდებოდა როგორც ჩანს ახლა გარკვეული ხმები გამონდება. მე საერთოდ ძალიან ვერიდები ჭორებს და გამოტანილ ამბებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად როცა ჭორი არის, შეიძლება 10% იყოს სიმართლე და 90% იყოს რაღაც ჩუქურთმების სიცრუის გაკეთებული, მაგრამ აშკარად ახლა ხო, როცა წერილი წავიკითხე მე ახლა არის ამის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეპისტოლარული ჟანრით მიმართო საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურად აქვს მაგის უფლება მას და ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს ამის უფლება, მაგრამ მე მაქვს ეჭვი რომ ახლა რა თქმა უნდა ყველა პასაჟი იქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არ არის შექმნილი, იმიტომ რომ საკმაოდ მოცულობითი წერილი არის, ძალიან ბევრი თემატიკა არის და ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილს სულ ცოტა დამხმარე პირები დაჭირდებოდა, ხო? გარკვეული ინფორმაციის მოპოვებისთვის, დაზუსტებისთვის და ასე შემდეგ. მე ახლა ეკონომიკურ საკითხებზე ვერ გამოვიდებ თავს, არა ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იქ არის რამოდენიმე მომენტი, რომელიც საკმაოდ სუსტია. იგივე საგარეო პოლიტიკა გავიმეორებ და ჩვენ შეიძლება ეს ფასად დაგვიждდეს. ფასად დაგვიждდეს, ალყა ვიწროვდება საკმაოდ. ფიფათები არ ქრება, არ ნელდება. ეს რუსეთთან ურთიერთობას არა მარტო რუსეთი, კაცო, რუსეთი რო იყოს მარტო რა უწევს. ევროინტეგრაციის საკითხებს თუ? ევროინტეგრაციას მე ვერ დავაბრალებ, ახლა ნამდვილად რო ხელისუფლების ბრალია აქ რამე, ეს არის ნაციონალური მოძრაობის გამოგონილი ისა ტყუილი, მორიგი, ევროპას თვითონ პრობლემები აქვს სერიოზული და რაღაცა პერიოდით გადაიდო, იმიტომ რომ მარტო საქართველოს საკითხი არ არის იქ არის უკრაინის საკითხი და სხვა ქვეყნების საკითხი. ამიტომ მე ნამდვილად ახლა მინდა ობიექტური ვიყო, ვერ დავაბრალებ ამას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ იმუშავა და ჩვენი ხელისუფლების მიზეზით გადაიდო ან გაჭიანურდა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ამიტომ ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მე სხვა მიმართულებებზე ვამ, სამეზობლოს ვამბობ, ჩემო კარგო ახლა დღენია და გამაზე ვლაპარაკობ, შეიძლება ჩვენს მაყურებელსაც მოვაძულე თავი, მაგრამ ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები არის. ის რაც ხდება ჩვენგან სამხრეთით, ჩვენს სამეზობლოში, აგერ ჩვენ დიდი მეზობელი თურქეთი, საკმაოდ ძიმე ვითარებაა თურქეთში. ვერავინ ვერ იდეა, საზღვარი შეიძლება ჩვენ გეოგრაფიულ რუკას დავხედოთ და სხვადასხვა ფერად როა გაფერადებული ქვეყნები, გონია რომ იქ ლურჯი ფერის ქვეყანაში რაღაცა თუ ხდება, თქვათ წითელი ფერის ქვეყანაში არ მოხდება. საზღვარი არის მაინც პირობითი. რა მოხდება, როგორ მოხდება, ძალიან ბევრი კონფლიქტი გაჩაღებულია, ბევრი შეიძლება აფეთქდეს ისე, აგერ სიმპტომებიც იყო, თუნდაც ჩვენ სამეზობლოში ყარაბაღში. მე დიდი ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი ხელისუფლება ამაზე ფიქრობს, ან ჩვენ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს. ამას დანამდვილებით გეუბნებით, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ერთ მე ძალიან ბევრი, აი ვაგზელებ, თქვენ შეკითხოს პასუხზე. ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, რომ ეს ყურადღება მიმექცია ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, მაგრამ შეიძლება კონკრეტულად თქვათ, აი როგორი მცდელობები იყო, ვისეცადეთ დაკავშირებოდით და რა პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს ღარიბაშვილთან დასვით. ღარიბაშვილთან მქონდა არაერთ გზის. აი რა საკითხი დასვით საინტერესო. იგივე ჩვენ სამეზობლო ვითარებაში, სხვათა შორის ღარიბაშვილი მე მინდა გითხრათ, ყველაზე ადეკვატური იყო, ვისთანაც მქონია. საგარეო საქმეთა მინისტრებთან კვირიკაშვილთან მე არ მომიწია პრემიერ-მინისტრობის რანგში, იმიტომ რომ ცოტა ხანში ჩვენ გამოვედით კოალიციიდან, ამიტომ მე კონტაქტი არ მაქვს. თუმცა ამ საკითხებზე მე კვირიკაშვილთან ორჯერ მქონდა საუბარი. მაშინ ბიძინა ივანიშვილზე უფრო ადეკვატური შეგიძლია თქვათ. მე გეტყვით პირდაპირ, ახლა აფერი არ მინდა დავმალო რა. ის საკითხები, რაც მე დავაყენე, ჯერჯერობით რეაგირება არ მოხდა. მე ამ საკითხებს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების საკითხები არ შეიძლება ამის გამოტანა, ჯერჯერობით რეაგირება არ არის პრემიერისგან. იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება. კარგი, თქვენ ბრძანეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მოქცეული მისი გარემოცვის გავლენის ქვეშ. შეგიძლიათ თქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ასეთი სუსტი ხელმძღვანელი, რომ ის ადვილად მოექცეს, ან რთულად მოექცეს გავლენის ქვეშ და ჩვენ მარჩიელობთ, ახლა ეს არის მისი არჩევანი, ჩემო კარგო. თუმცა დარწმუნებული ბრძანდებით, რომ საერთოდ გარემოცვას ყოველთვის თვითონ ადამიანი ირჩევს ხოლმე, ხო? როგორც ჩანს ის უფრო კომფორტულად გრძნობს ამ ადამიანებთან თავს და როგორც ჩანს მას ურჩევნია, ხო? თუმცა მე ისე ვიმეორებ რა, რომ ატომღაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ კვალიფიკაციის დონე ამ ადამიანების საკმაოდ დაბალია.
ბატონ გუბას, თქვენ ბრძანეთ ასევე, რომ ხელისუფლების სახელით ლაპარაკობს ის ამ წერილში. როგორ ფიქრობთ, აი ამ სტილმა, რაზეც თქვენ მიუთითებთ, ახლა ფაქტიურად ფორმალურ მმართველობაზე გაქვთ აქცენტი გაკეთებული. სადამდე შეიძლება არაფორმალურ მმართველობამდე, ამას მმართველობაზე. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან? ხო, მე კი არ ვამბობ, ეს დადასტურდა თვითონ წერილით, იმიტომ რომ წერილი დაწერილია პირველ მრავლობით პირში, სადაც ბატონი ბიძინა საუბრობს წარსულზე, ატყოზე და მომავალზე. ანუ ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ და ჩვენ ამას მომავალში გავაკეთებთ. ეს უკვე პირდაპირ ნიშნავს, ახლა მე აბსოლუტურად ობიექტურად უყურებ. მე სხვათა შორის მანამდე ყოველთვის უარზე ვიყავი, როცა მეკითხებოდნენ ჟურნალისტები, არ ვიცი მიაქცევდით თუ არა ყურადღებას. ყოველთვის უარზე ვიყავი ამ თემასთან დაკავშირებით, როცა იყო საუბარი არაფორმალურ მმართველობას. ყოველთვის უარს ვამბობდი მე, იმიტომ რომ მე დამადასტურებელი საბუთები არ მქონდა, მაგრამ ამაზე მეტი საბუთი რაღა უნდა იყოს, ხო? ადამიანი წერს პირველ მრავლობით პირში, ლაპარაკობს ხელისუფლების სახელით. ლაპარაკობს 2030 წლამდე. ამას გავაკეთებთ. ხო, ესეც საინტერესოა 2030 წელი, ხო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. იქ არის ქვეყნის განვითარებაზე საუბარი, დავეთანხმოთ, რომ მართლა შეიძლება ეს მართლა ასე მოხდეს, მაგრამ მე ერთ რამეს გავუსვი ხაზი და დღესაც მინდა გავუსვა ხაზი. 2030 წელს რო ჩვენ საშუალო ევროპული ქვეყნის ეკონომიკური მონაცემები გვექნება. აი რაზედაც ახლა ვისაუბრეთ მე და თქვენ, აი უსაფრთხოების საკითხები, საშინაო, საგარეო საფრთხეები, პოტენციური საფრთხე ძალიან ბევრია ეს ახლა მე რო ჩამოვთვალო ძალიან ბევრი დრო დამჭირდება. რამოდენიმე ათეული საფრთხე არის მიძინებული და მოქმედი, ხო? ამ საფრთხეების გათვალისწინებით არის ეს პროექტი და პროგრამა შექმნილი, ცოტა ეჭვმეპარება. ძალიან ეჭვმეპარება. აქ უფრო აი ეკონომიკური განვითარება, რომელიც შეიძლება მოხდეს და მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ ისე განვითარდეს, როგორც ამ წერილშია, იმიტომ რომ ამას სჭირდება ერთი მთავარი პირობა. საქართველოს უნდა მოწყდეს რეგიონს, სადღაც კუნძულის სახით უნდა გადავინაცვლოთ, უნდა გამოგვერთოს ყველა მეზობელი, აღარ უნდა შეგვეხოს არანაირი რეგიონალური თუ მსოფლიო პროცესი და იმ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს. აი ეს საფრთხეები არ არის გათვალისწინებული. მე ეჭვმეპარება, რომ არ არის გათვალისწინებული მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ ის ადამიანები, ვინც ამას წერდნენ, კოლექტივი. წარმოდგენა არ აქვს იმ კოლექტივს ამ საფრთხეებს. თუმცა ბატონო გუბას, ადრეც ჰქონდა გარკვეული განცხადებები ბიძინა ივანიშვილს, თქვენ მხოლოდ ბოლო პერიოდში შეამჩნიეთ დაუშვათ აი ესეთ პირველ პირში საუბარი და პასუხისგებლობა, რომელიც არ ჰქონდა. მე დაგიდასტურებთ, რომ როცა ის წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან, ფაქტიურად წელიწად ნახევარი ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ჩნდებოდა. თუმცა იყო მომენტები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, პრობლემატური საკითხების დროს, თუნდაც დიდი პაუზის შემდეგ, მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქმედება, ესე იგი, მე ვყოფ ასე, წერილის გამოქვეყნებამდე, სადაც ის პირობას იცავდა და არ ერეოდა, არც აჯაროთ, მით უმეტეს ამ საქმეში, წერილის გამოქვეყნების შემდეგ, როცა მან ეს განცხადება გააკეთა და აირჩია ის, რომ მხარეთ დაიფიქსირა თავი და ის გახდა ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თქვათ ასე, ხო? რაც მე მიმაჩნია და ჩემს მეგობრებს ეროვნული ფორუმიდან, ეს არის სტრატეგიული შეცდომა ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან შეივიწროვა, დაიპატარავა თავისი სამოქმედო არეალი. ჩვენ სხვათა შორის ამის შესახებ ვუთხარით მას დაახლოებით 1 თვის წინ ეს დაადასტურა ბატონმა ბიძინამ და ამიტომ ვამბობ. მე და კახა შარტავა შევხვდით მას, მისი ინიციატივით იყო სხვათა შორის ეს შეხვედრა. ჩვენ მაშინ დაუფიქსირეთ, რომ ან ორგანიზაციულად მოbrunდით, ან გაემიჯნეთ ამ საქმეს და ყველა პოლიტიკური ძალა ჩააყენეთ თანაბარ პირობებში და სამომავლოდ მას დარჩებოდა მორალური ავტორიტეტის უპირატესობა და ის გამოწვევები, რაც ქვეყანას ელოდება, თუნდაც პოლიტიკური კრიზისები, ის თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო გარკვეულწილად არბიტრი ამ პროცესებში. ბატონ გუმბას, რა იყო სამწუხაროა ეს, რაც მოხდა. შეხვედრის მთავარი მიზანი რა იყო, რა მიზნით შეხვდათ? არაფერი, ჩვენ დიდი ხანი არ გქონდა შეხვედრა, არ ვიყავით შენახვედრ ბატონ ბიძინასთან, მე იცით თქვენ რომ კოალიცია დაიშალა, ჩვენ გამოვედით და მან ჩათვალა საჭიროდ, რომ შევხვედროდა ჩვენ, შევხვდით, ძალიან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა სხვათა შორის. მე იმასაც დაგიფიქსირებთ, როცა ჩვენ ეს შევთავაზეთ, ბიძინა ივანიშვილმა გითხრა, რომ მე ძალიან სერიოზულად ვიფიქრებო თქვენ სინანდებაზე.
ჩვენ გარკვეულწილად იმედი გქონდა, რომ გაითვალისწინებდა არა ჩვენ რჩევას, არამედ ამ ვითარებას, ხო, მაგრამ საბოლოო რომ არ გავერიო ამ საქმეში და თქვათ გავერიდო საარჩევნო პერიოდში მე პირდაპირ ვუთხარი რომ პრობლემა არ არის თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია შეგიძლიათ საჯაროდ თქვათ რომ ხართ ქართული ოცნების ხარდამჭერი ხმაც მიცეთ და ესეც დააფიქსიროთ მაგრამ აქ ჩვენ მივიღეთ სხვა რამე ის გახდა ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი როცა მას შეეძლო ყოფილიყო საერთო ეროვნული ლიდერი ბატონ გუბაზ, აქედან გამომდინარე, თქვენ თვლით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება ისევ პოლიტიკაში? იმიტომ რომ 2 წლის წინ მან მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა პოლიტიკა. ვერ გამოვიცნობ მე ამას ნამდვილად რა. არა, იმ პროცესები თვითონ თქვა, რომ ყველა რეგიონს თვითონ შემოივლის და ერთად ამორჩევლებს შეხვდება. ოფიციალურადაც აფიქსირებს, რომ ამ არჩევნების შემდეგ ის გაერიდება საერთოდ ამ საქმეს, თუმცა ესეც უთხარით ჩვენ, რომ დიდი სურვილიც რო ქონდეს მას, მე ვეღარ გაერიდება ამ საქმეს. ანუ ახლა ვერ გვეტყვი დაუშვათ მიგაჩნია თუ არა რომ ეს არის პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნდა რა თქმა უნდა ანუ ეს არის ორთქმავალი და აქედან გამომდინარე ორთქმავალი ქართული ოცნების ისედაც ხო არ არის ეს სწორი იმიტომ რომ ეს ქართული ოცნება თვითონ მოძრაობას და თვითონ ხო უნდა მიეჭ სამდე უნდა იყოს ასე სათბურში და იმაში რა ქვია ეს ქართული ოცნება სასათბურე მდგომარეობაში ყავს ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება ინიციატივა იქ არ არის კონკურენცია შიგნით იმ პარტიაში არ არის 4 წელია გასული ახლა აი გავიგე ახალი პარტია 4 წელიწადში ახლა სტრუქტურები ხო უნდა ჩამოაყალიბონ ცოტა გაუგებარია ჩემთვის თუმცა ეს არ არის ახლა ჩემი პრობლემა ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ჩვენ უკვე ოპონირებას უწევთ მაგრამ მართველი პარტია როცა ქვია ხო მართველი პარტია უნდა იყო რა ერთი გამოდის ერთი წევრი ერთი ძახის მეორე გამოდის მეორე ძახის ახალი ადამიანები მიიღეს რომლებმაც საერთოდ ყველანაირი რეკორდები მოხსნეს თავის განცხადებებით იგივე მერაბიშვილთან დაკავშირებით იყო ხო გარკვეული სენტიმენტები და უგულავას გენიალურობის შესახებ ხო ამიტომ ეს არ არის ეს საბოლოო ჯამში ჩემი პრობლემაც არ არის და არ ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის იცით რაშია საქმე ერთ ქვეყნის პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს ახლა ქვია მართველი პარტია და სინამდვილეში არ არსებობს ეს მართველი პარტია ხო ეს სახელმწიფო ვაკუუმს ქმნის გარკვეულწილად ბატონ გუბა შეგიძლიათ ინიციატივას არიჩენენ ეს ადამიანები ხო თუ შევატყობთ საკმაოდ მორიდებულად იქცევიან ჩვენი მინისტრები ძალიან მორიდებული ახლა მორიდების დრო არ არის ახლა ჩვენ საკმაოდ აგრესიული კარგი გაგებით საკმაოდ აგრესიული საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ქვეყანას ასე ჭირდება ნუ აი როგორ ავთქვა როგორ ავხსნა ასე ჭირდება იმიტომ რაღაცები გამოგრჩება ჩვენ ისევ აღმოჩნდებით რაღაცა ნაბოლარები საკუჭნაოში როგორც არაერთგზის დაგვემართა არის პროცესები რომლებიც ჩვენ არ დაგველოდებიან შეგიძლია თუ არა თქვათ რომ ქართულმა ოცნებამ არ გაამართლა ბიძინა ივანიშვილისთვის და აქედან ის რომ მას პოლიტიკაში არ უნდა ყოფნა ეს ფაქტი იყო რომ წავიდა გაუგებარია ჩემთვის ბიძინა ივანიშვილისთვის არ გაამართლა რას ნიშნავს ანუ ქვეყნისთვის შესაბამისად ქვეყნისთვისაც შეიძლება იმიტომ რომ მას რომ პოლიტიკაში არ უნდა და ეს ხო ფაქტია ქვეყანა ბიძინა ივანიშვილთან კი არა დავით აღმაშენებელთანაც არ უნდა გავაიგივეოთ საერთოდ ეს ჩემი თხოვნა იქნება ანუ საუბარია რაზე ქვეყნისთვის უმაღლესი კატეგორია ღმერთი და ქვეყანა ყველაზე მაღალი კატეგორია ჩემი თხოვნა იქნება არა რას გულისხმობ დავაკონკრეტებ ქართულმა ოცნებამ რომ ვერ გაამართლა ქვეყნისთვის აქედან გამომდინარე იძულებული გახდა ჩარეული ოცნებამ პარტიაზე ვერ გამოვიდა თავს კოალიციამ თავისი როლი შეასრულა კოალიციას ჰქონდა რამოდენიმე ამოცანა პირველი ამოცანა იყო ნაცმოძრაობის ჩამოშორება და ეს განახორციელა კოალიცია ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და მედროშეობით ეს დასტურდება ის ისტორიაში შევა ასე მეორე საკითხი იყო სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა განულებული ეს ამბავი და დემოკრატიული პროცესების დანერგვა ამ დემოკრატიული პროცესების სწორი დანერგვა და ხელის არ შესვლა დადასტურდება 8 ოქტომბერს ამის შესახებ ვისაუბროთ 8 ოქტომბრის შემდეგ, როგორ ჩატარდება არჩევნები. კარგი, თქვენ ერთ კითხვას დაგისვე ძალიან მოკლედ, თუ შეიძლება რუსეთთან ტექნიკური ნაბიჯების გადადგმის დრო არის, თქვენ ეს ბრძანეთ, რამე კონკრეტულ გეგმაზე გაქვთ? პრესაში ვნახე 2015 წელს იყო თუ არსები. არა, ტექნიკური ნაბიჯი რა არის, მე თვითონ არ ვიცი.
კარგით. რას ნიშნავს? კარგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბატონ გობას. შეიძლება ტაქტიკური. შეიძლება ანუ კონკრეტულ ნაბიჯებზე მაქვს საუბარი ყოველ შემთხვევაში. სხვა რამეა, ტექნიკური სხვა რამე. კი ბატონო, ტაქტიკური კი ბატონო. და რამე კონკრეტული გეგმა გქონდათ ბატონ გობას? რასთან დაკავშირებით? აი რუსეთთან მიმართებაში. რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება გამორიცხულია რაიმე საკითხზე, რაიმე მორიგება ან შერიგებაზე არ ვლაპარაკობ, მორიგება სტრატეგიულ საკითხებში გამორიცხულია, იმიტომ რომ არ ჩვენ არა ვართ მზად და არც რუსები ამისთვის. მაშინ რა ტაქტზე იყო საუბარი? მაგრამ ტაქტიკური საკითხები არის აი ყოველდღიური საკითხები, თქვათ, საზღვრის გადმოწევა, თქვათ, ქართული საქონლის საკითხი, თქვათ, ის რომ არ აიწიოს ტემპერატურა მისა. ეს არის ტაქტიკა, სტრატეგია სხვა რამე. კარგი. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი გახდათ გუბას სანიკიძე, ჩვენ ხვალ 9 საათზე ისევ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. კარგად ბრძანდებოდეთ.